როგორია საწვავის ფასები საქართველოსსა და ევროპაში და არსებობს თუ არა ფასების გაიაფების რესურსი. გიყვებით რამდენიმე წუთში. ოცნება საკუთარ ინიციატივას კიდევ უფრო ამკაცრებს პოლიტიკურ საქმიანობაში მეწარმის გამოვლენას პირველ ჯერზე მისი დაჯარიმება, მეორე ჯერზე კი შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს. თებერვალში მთავრობას საწვავი გაუიებდა. 1 ლიტრის საწვავის შესყიდვის ფასი წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 6-7 თეთრით არის შემცირებული. გალტენ ტაკარტის ინფორმაციით 2023-25 წლებში თბილისში მსხვილ დეველოპერულ პროექტებში ბინების მყიდველებს შორის საქართველოს მოქალაქეების წილი 85-დან 77%-მდე შემცირდა. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ის 3 თებერვალს დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. რუსთავის აზოტის თანამშრომლებთა ნაწილი მე-6 დღეა გაფიცულია. ისინი ხელფასის 300 ლარით გაზრდას ითხოვენ. კომპანიის შეთავაზება ხელფასის 4%-ით გაზრდაა. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დღეს პირველი მოსმენით დაიწყო. პროექტით გრანტების განმარტება ფართოვდება და შესაბამისი კანონის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ქართული ოცნების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია და პირთა საკმაოდ დიდ წრეს შეეხება. ოცნებაში კი ირწმუნებიან, რომ კანონის მთავარი მიზანი მათ შორის არასამთავრობოების, მაგალითად იმიგრანტებზე გამკაცრებული კანონი არ გავრცელდება. ამასთან დღევანდელ კომიტეტზევე დააყენეს ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბიზნესის პოლიტიკური აქტივობისთვის შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს. ვის და როგორ შეეხება გრანტების გამკაცრებული კანონი? ნუცა შუბაშვილი ესწრებოდა საკომიტეტო განხილვებს და შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა გისმენთ. ანუკა მოგესალმები. გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომლის განხილვებით პარლამენტმა უკვე დღეს დაიწყო, გრანტის განმარტება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი ფულადი თუ ნატურალური სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის შეცვლას ან ჩამოყალიბებას. ქართული ოცნების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია და პირთა საკმაოდ დიდ წრეს შეეხება, მათ შორის ფიზიკურ პირებსაც. დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარჩილ გორდულაძემ კი განაცხადა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანია მათ შორის არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით არსებული ეგრეთ წოდებული შავი ოხრელები ამოივსოს მისი მტკიცებით, მაგალითად ემიგრანტების გზავნილებს, ასევე IT სექტორზე გრანტის გამკაცრებული კანონი არ გავრცელდება. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრისთვის გადარიცხული თანხა, გადაცემული თანხა ან სხვა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნატურალურად გადაცემული სხვა ტექნიკა იქნება, რაც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ასე ვთქვათ, გადაცემული კონკრეტული თანხა, მაგალითად, ამ კონკრეტულმა მოქალაქემ გამოიყენა პოლიტიკური აქტივობისთვის, საზოგადოებრივი აქტივობისთვის, რომლითაც ის აკრიტიკებს მაგალითად კორუფციაში ჩაფლულ ხელისუფლებას, აკრიტიკებს ხელისუფლების როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას. ამისთვის თავის სოციალურ გვერდზე განათავსებს შესაბამის ინფორმაციას, შესაბამის ვიდეო მასალას, ასე ვთქვათ, მოკლე ვიდეო ფილმს. როგორ ფიქრობთ, ჩაითვლება თუ არა ეს კონკრეტული თანხა, ასე ვთქვათ, გამოყენებული თანხა გრანტად და თუ მას, როგორც ამ კანონპროექტის შესაბამისად არ ექნება მთავრობის ნებართვა, უნდა დაისაჯოს თუ არა შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით. თუ საქართველოს მოქალაქე ეროვნებით ქართველი, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, როგორც ბევრი ემიგრანტი არის სამწუხაროდ, და ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს, რა ვიცი, შვილს, შვილიშვილს, ძმისშვილს, დიშვილს ჩაურიცხავს და ასე შემდეგ. ჩაურიცხავს თანხას, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მიზნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გრანტების შესახებ კანონი მასზე არ გავრცელდება და არც შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს. მართალია ქართული ოცნების მტკიცებით გრანტის გამკაცრებული კანონი კონკრეტულ პირთა წრეს არ შეეხება, თუმცა ქართულ ოცნებაში ადასტურებენ იმას, რომ კანონის განმარტებაში შეიძლება მოექცეს მაგალითად ისეთი შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის ფიზიკური პირი, მაგალითად ექსპერტულ მომსახურებას უწევს ამა თუ იმ უცხოურ ორგანიზაციას და მისი მიზანი არის გარკვეულწილად პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამკაცრებული ცვლილებებით და მისი გამოყენება დაისჯება ჯარიმით.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ანაც თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით. სადაც საუბარი ექსპერტულ დახმარებაზე და ამ თანხების საქართველოში შემოდინების საბოლოო მიზნობრიობა სწორედ რომ არის პოლიტიკურ პროცესებში უცხოური ძალის გამოყენება და რომელიც პრაქტიკულად მარტივადაც იკითხება, სწორედ ამაზე არის საჭირო თანხმობა და ის იქნება გრანტად გაიგივებული და გრანტად განხილული. ამიტომაც იმისთვის რომ შემდგომ ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნებს ნებისმიერმა პირმა არ იგოს თავი, პირველ რიგში უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან თანხმობა. დღევანდელ კომიტეტზევე ქართულ მოცემამ დააყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბიზნესის პოლიტიკური აქტივობისთვის შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამ დაწესდეს, კერძოდ არჩილ გორგულოძის განცხადებით, ცვლილებების მიზანია ბიზნესის ფინანსური რესურსები პოლიტიკურ პროცესებში არ იყოს ჩართული და მეწამე სუბიექტები საკუთარ ძირითად საქმიანობაზე იყვნენ ორიენტირებულები. აღსანიშნავია, რომ კანონის პირველადი ვერსია ითვალისწინებს, რომ თუკი მეწარმე საჯარო პოლიტიკურ აქტივობას განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, პირველ ჯერზე დაჯერიმდება 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით. ეს კი იმ ფონზე, როდესაც როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების მხრიდან არაერთი ბიზნესმენი გვხვდება, რომელიც ამავდროულად სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს. თავაზობთ, რომ რამდენად, არ ვიცი, სამჟელო შეიძლება იყოს, რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20,000 და 40,000 შესაძლებელია, რომ არ იყოს ნაკლებად ბოჭავი იმისათვის, რომ ძალმართადარღობაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ბიზნეს სუბიექტის მიერ, ანუ იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული და შესაბამისად ბიზნესი აკეთოს ბიზნესმა, ხოლო პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკური საქმიანობით დაკავშირებულმა პირებმა. ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს აუცილებლად ერთმანეთსგან. პოლიტიკა არის პოლიტიკა და ბიზნესი არის ბიზნესი. ის რომ ახლა ბიზნესში დაკავებული პირები, ცნობილი პოპულარული ადამიანები, გამორჩეული პიროვნებები საზოგადოების მიერ არიან პოლიტიკაში არჩეული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი არის პოლიტიკაში შესული. ჩვენ პოლიტიკოსებს ვერ წავართვით იმის უფლებას, რომ ისინი ფლობდნენ წილებს მართვის უფლებით სხვისთვის გადაცემის პირობით. ეს კონსტიტუციაში წერია, ეს წერია შესაბამის საკანონმდებლო დანაწესებში და ეს აბსოლუტურად განსხვავებული თემაა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ბიზნესი და პოლიტიკა ან გაიგივდეს, ან გამიმიჯნოს ერთმანეთისგან. არ შეიძლება ბიზნესის სახელით პოლიტიკაში შემოჭრა უკანონოდ, ამაზეა საუბარი. უკანონოდ შემოჭრა პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ გრანტების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ოფლაიტიც გამოეხმაურა დღეს. მისი შეფასებით დაგეგმილი ცვლილებები მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას და არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გაერთიანების თავისუფლების დაცვის მიმართულებით. მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც გრანტების შესახებ კანონში შესატანით ცვლილებების შესახებ დღეს პარლამენტში გაკეთებული შეფასება გაგვესწრო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მთავრობისთვის 2026 წლის თებერვლის საწვავის შესყიდვის კონტრაქტები გამოქვეყნდა. დოკუმენტაციის თანახმად თებერვალში 1 ლიტრის საწვავის შესყიდვის ფასი წინათვესთან შედარებით დაახლოებით 6-7 თეთრით შემცირდა. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს სოკარისგან ყიდულობს, პრემიუმს რომპეტროლისგან, ხოლო ევროდიზელსა და სუპერს კი ბისოლისგან. საქართველოს მთავრობა სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობ კომპანიებიდან ყიდულობენ. მხარებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაწყიტი ფასი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახდება. ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში პლატს ევროპიან მარკეტზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა პლაცის ფასი და ლარის კურსი. ამასთან კონტრაქტის თანახმად ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭერბებს, ის ახალი ფასით იცვლება. 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება. იანვარში პლაცის ფასი $643-მდე შემცირდა, რამაც ფასის კლება განაპირობა.
როგორია საწვავის ფასები საქართველოსა და ევროპაში და არსებობს თუ არა ფასების გაიაფების რესურსი. ნავთობიმპორტიორები მთავრობის ინიციატივებისა და განხილვის მოლოდინში არიან. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სწორედ დათვლისა და კომპრომისული განგარიშების შედეგად შესაძლოა გაიაფების გზა გამოინახოს. მაშინ, როდესაც იმპორტიორების ნაწილი მთავრობისა და პარლამენტისგან შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მოლოდინშია. რისგან შედგება საწვავის ფასი, როგორია ის ევროპასა და რეგიონის ქვეყნებში და რა ფაქტორები განსაზღვრავს საქართველოში ფასს. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა სრულად დამოკიდებულია იმპორტზე. ეკა გაზდელიანი გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში, ეკა გისმენთ. მოგესალმები, ანუკა, საქართველოს თითქმის სრულად დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე ჩვენი მოხმარება წლიურად დაახლოებით 1,400,000 ტონაა და ჯამში ამ დროისთვის საქართველოში A95 ტიპის იგივე პრემიუმის საწვავის ფასი 1 და 10, 1 და 20 ევროს ცენტის ფარგლებში მერტყობს. ჩვენ ევრო ავიღეთ საორიენტაციოდ, რადგან უნდა შევადაროთ ფასები როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებს. აქვე საორიენტაციოდ გამოვიყენეთ A95 ტიპის საწვავი, რადგან ევროპის ქვეყნებში რეგულარის ტიპის საწვავის გაყიდვა აკრძალულია. შედეგად მივიღეთ სურათი, რომლის თანახმად სამეზობლოში საწვავის ფასები საქართველოსზე დაბალი მხოლოდ რუსეთსა და აზერბაიჯანშია, რომლებიც თავისუფლად მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები არიან. დაახლოებით მსგავსია საწვავის ფასები ასევე სომხეთსა და თურქეთშიც. ხოლო რაც შეეხება უკვე ევროპის ქვეყნებს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე იაფი საწვავი თითქმის კვლავ საქართველოშია, მაშინ როდესაც მაგალითად ლიეტუვაში ეს ფასი 3 ევრო და 71 ცენტის ფარგლებშია. საქართველოში ეს ფასი როგორც უკვე აღნიშნეთ 1 ევროს და 10 ცენტის ფარგლებშია. მის ფასს სხვადასხვა კომპონენტები განსაზღვრავს, მათ შორის ადგილზე იმპორტიორ ქვეყანაში შესყიდვის ფასი, ლოგისტიკური ხარჯები, აქციზი, რომელიც 1 ტონაზე 500 ლარს შეადგენს, დღგ და შიდა დისტრიბუციისა და რეალიზაციის ხარჯები. ერთადერთი აქ სვადი ამ წუთისათვის არის საქონლის ფასი მის გამყიდველთან. ანუ საზღვარგარეთ, როდესაც ყიდულობ, რა ფასი შედგება, რომელიც დამოკიდებული არის თავისთავად ძირითადად ეგრეთ წოდებულ პლაცზე. საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი აქედან ხდება ათვლა დანარჩენი. იმიტომ რომ ტრანსპორტირების ხარჯი დაახლოებით თანაბარია, აქციზი და დღგ-ს გადასახადიც და არ იცვლება. ასევე არის კომპანიის ხარჯები, შენახვის და შემდგომი ხარჯები და ერთადერთი რჩება მთავარი ძირითადი ფასწარმოქმნის მთავარი ასე ვთქვათ კომპონენტი ის არის საქონლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე. სოფლიო სანავთობო ბაზარზე თამაშობს ფორმულა, თვითონ სანავთობო ფორმულა, ანუ პლაცის ღირებულება თამაშობს. ყოველ დღე ფაქტიურად შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. ამიტომ ვიძახი მე წინ და წინ განცხადებების გაკეთება, ეხლა მოიკლებს, ეხლა მოიმატებს, არ არის ერთმართებული და არ შეიძლება გავაკეთოთ წინასწარ, ესე ვთქვათ, რაიმე განცხადებები. ჩვენ მკითხეთ ნავთობიმპორტიორებს თუ რა გაიაფების რესურსი არსებობს საწვავის ფასებში, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ფასებში საქართველოს მაინც შედარებით იაფი საწვავი აქვს, მათი განმარტებით საწვავის თვითღირებულება, როგორც აღნიშნეთ, რამდენიმე ფაქტორისგან შედგება: შესყიდვის ფასი, ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და გადასახადები. ვინაიდან შესყიდვის და ტრანსპორტირების ხარჯები ფიქსირებულია და კომპანიებზე არ არის დამოკიდებული ფასის შემცირების ერთადერთ რესურსად, იმპორტიორების მოგების მარჟა რჩება. მოგების მარჟა კომპანიების მიხედვით განსხვავდება, როგორც აღმოჩნდა საბითუმო რეალიზატორებისთვის მარჟა საკმაოდ დაბალი 1-დან 3%-ის ფარგლებში, ხოლო საცალო ქსელში რეიტინგული კომპანიები საწვავს უფრო მაღალი მარჟებით ყიდიან. ერთი გზა ასევე ფასების შესაძლო შემცირების ეს განიხილება, ხოლო მეორე შესაძლოა ეს იყოს საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის აქციზის გადასახადის შემცირების მიმართულებით და სწორედ ამ ვერსიებზე საუბრობენ დღეს ჩვენთან ნავთობიმპორტიორები. ერთ-ერთი ვარიანტია მოგების მარჟა შეიმციროს, ასევე შეიძლება მაშინ ესე მიუდგეთ, რომ ბიუჯეტში შენატანები შემცირდეს. ხო, ესეც რესურსია. თეორიულად ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ამას ახლა მეორე მხარე აქვს, ბუნებრივია. სიტყვაზე შემცირდა აქციზი, შემცირდა ბიუჯეტში შენატანები. ეს ახლა რამდენად მისაღებია ქვეყნისათვის და ჩვენი ბიუჯეტის კუთხით ის ცალკე თემაა. მაგრამ მე საუბრობ თეორიულად. არის რა თქმა უნდა, ეს შეძლო იყო ეს დაუშვათ აქციზი უფრო ნაკლები. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება 6-7 წლის წინ თუ 8 წლის წინ და
თუ ბიუჯეტი ამის შესაძლებლობაც იძლევს და იძლევა და არის დიდი სურვილი ფასების შემცირებით, ესეც ერთ-ერთი წყაროა ამ კუთხით. წინ ვერაფერს ვერ გეტყვით. არაფერი არ არის გამორიცხული. მოგების მარჟა, პროცენტული მონაცემები. საღიდლად უნდა ჩამოვიდე და ვიყიდო მე და იქ შეიძლება მე გარკვეული რაღაც მარაგები შევიქმნა. ადრე ნაყიდი უფრო ცოტა შეიძლება იაფად მომიწია და ეს იმიტომ რომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია სოფლიო სანავთობო ბაზარი. ამის მეშინია შეიკრიბება აქციზი, ყველაფერი ერთად აღებული, ლოჯისტიკის ღირებულება, ყველაფერი გზის ღირებულება, ყველაფერი რაღაცები და ამისთან მიხედვით დაიდება ფასი. რაც შეიძლება უფრო იაფად იყიდოს და შემდგომ რაც შეიძლება შეემციროს ხარჯები. და ამისთან მიხედვით შემდგომ მიიღოს ის, რაც უნდა მიიღოს. დღეისთვის ძირითად მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება, რომელიც ნავთობპროდუქტების ექსპორტერთა კავშირის ინფორმაციით ბაზრის დაახლოებით 50%-ს ეკავებს საუბარი არასანქცირებულ კერძო კომპანიებზე. შემდეგ მოდის ბელარუსი, რუმინეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი. საწვავის ფასი საერთაშორისო ფაქტორებზე და ფასების ცვალებადობაზეც არის დამოკიდებული. როგორც აღნიშნეთ და ჯერჯერობით რთული სათქმელია იმპორტიორებისთვის, როგორ შეიძლება მაგალითად ბაზარზე მკვეთრი მერყეობის და გაძვირების პირობებშიც ფასის დაჭერა, გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამის სამთავრობო და საპარლამენტო კომისიებთან შეხვედრას და განხილვას ელოდებიან. მადლობა ეკა, ეს ეკა გაზდელიანი იყო, რომელმაც საწვავის ბაზარზე არსებული ძირითადი ტენდენციების შესახებ ინფორმაცია და შეფასებები გაგვიზიარა. რაც დაწვეს, ის მიუვიდად გადასახადი ბუნებრივი აირის წვა დამოკიდებულია გარეთ ტემპერატურაზე. თბილისი ენერჯი ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის დარიცხული მაღალი გადასახადების შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება. კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ვერსიებს მაღალ გადასახადთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ დარიცხული თანხები პირდაპირ კავშირშია გარეთ არსებულ ტემპერატურასთან. თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე საქმის კურსთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რაც უფრო დაბალია გარეთ ტემპერატურა, უფრო მეტი ბუნებრივი აირის წვა ხდება. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული მითები იმის შესახებ, რომ გაზში ჰაერია შერეული, ის უხარისხოა ან დიდთოვლობის გამო დაზიანებული მილები პერიოდულად ჯონავდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც დაწვეს, ის მიუვიდათ. შესაბამისად, ძალიან მარტივია, როდესაც ჩვენ სახში გვეყენია გათბობის, ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელიც დავაყენეთ თქვათ 45 გრადუსზე, კიდევ ერთი მითია, რომ აი შარშანაც 45 გრადუსზე მეყენა და მომივიდა თქვათ 100 ლარი და წელსაც 45 გრადუსზე მომივიდა და მეყენა და მომივიდა 160 ლარი. თავარი ფაქტორი არის გარე ტემპერატურა. ანუ როდესაც გარეთ არის -4 ან -6 და გვიყენია 45 გრადუსზე, მეტი გაზი დაიწვება, რადგან გაგვითბოს 45 გრადუსამდე აიყვანოს, ასე ვთქვათ, წყლის ტემპერატურა და გაათბოს, ცენტრალური გათბობის, რაც მე ცირკულირდება სახში და როდესაც არის +6 და +8 გარეთ და 45 გრადუსზე გვიყენია, რა თქმა უნდა, ნაკლები გაზი დაიწვება. შესაბამისად, მე სრულიად გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, თუ აბა მარტივი კითხვა დავსვა. ვინც ჩვენს ოპონენტებთან ასე ვთქვათ, აბა რა მოხდა? როგორ შეიძლება საქართველოში არის 1.3 მილიონი გაზის მომხმარებელი და ერთბაშად ყველასთან იადვის თვეში რაღაცა მომხდარიყო, როდესაც გაზს ვაწვდით ჩვენც, სოკარიც, ანუ სხვადასხვა ლიცენზიატები ვართ, არაფერი, რაც დაწვეს, ტარიფიც არ შეცვლილა, ტარიფი დარჩა იგივე, რაც იყო შარშან. საქმის კურსი 17 საათსა და 30 წუთზე ამით დასრულებულია. თქვენ კი უნდა დაელოდოთ ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებას, რომელიც BMG TV-ზე 19 საათს დაიწყება.